ბატონო პრეზიდენტო, უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება რა დონის ტარიფებს დააწესებთ ევროკავშირზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამას მალე გამოვაცხადებთ. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს იქნება 25%-იანი ტარიფი და დაწესდება მანქანებზე, ასევე ყველა სხვა საქონელზე. ევროკავშირის საკითხი განსხვავდება კანადისგან. ევროკავშირი ჩვენ ყოველთვის გვიყენებდა სხვადასხვა გზით. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს და არც მიზეზს სასახელებენ რადომ. ჩვენ კი მათგან ყველაფერს ვყიდულობთ. ჩვენ 300 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს ევროკავშირთან. მე მიყვარს ევროპული სახელმწიფოები. მე გარკვეული თვალსაზრისით ევროპიდან ვარ. მართალია დიდი ხნის წინ და არა პირდაპირ, თუმცა საკმაოდ პირდაპირაც. მე მიყვარს ევროპის ქვეყნები, ყველანი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან. მაგრამ ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაეცურებინა. მოდით გულწრფელები ვიყოთ. ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაეცურებინა. ეს იყო მათი მიზანი და წარმატებითაც იმუშავეს. მაგრამ ახლა მე ვარ პრეზიდენტი. რა მოხდება თუ ეს ქვეყნები ან ევროკავშირი სამაგიეროს გადახდას გადაწყვეტენ? ვერ შეძლებენ. მათ შეუძლიათ სცადონ, მაგრამ ვერ შეძლებენ. მაგრამ ჩინეთმა გააკეთა ეს და 10 თებერვალს საპასუხო ტარიფები დააწესა. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და შეუძლიათ სცადონ, მაგრამ ეს ციფრები თანაბარი ვერასდროს იქნება. ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, რაღაც ისეთი, რაც ყველას სურს. მათ შეუძლიათ სცადონ სამაგიეროს გადახდა, თუმცა ეს არ იქნება წარმატებული შურისძიება, რადგან ჩვენ მყისიერად შევწყვეტთ ვაჭრობას და აღარაფერს ვიყიდით. და თუ ეს მოხდება, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.